პრეზიდენტთან ტარდება შეხვედრები, ორი დღე ვერ ვადევნე თვალის. შეხვდნენ, რამე ხო უნდა ხდებოდა? შევხვდით და ბიზნეს მოსყიდულების შეკრება. გადავწყვიტეთ შევქმნათ კოორდინაციის პლატფორმა, მაგრამ რო იცი რომ ვაფშე არაფერს არ ნიშნავს სამყაროში. პლატფორმა. ხალხი რაღაცა შენგან ელოდება. და შენ როგორ მოიშორო ხალხი ელეგანტურად, რა პინტი ჩაატარო. ყველაზე გენიალური არის რეგიონში წავედით. რაღაც ევროპაში, სტრასბურგში სადღაც წავედი. იქ რაღაცა შვები, იქ ვიბრძვი. სამდროში არაფერი არ ხდება. ყველა ჩალიჩობს რომ მუხტით ჩაკვდეს. ყველა ქმედებით ამას აკეთებდნენ რომ ხალხს არანაირი იმედი არ გააჩნდეს, არანაირი მიმართულება არ იცოდეს და არანაირი გეგმა არ ქონდეს. ახლა ამ ფეიქ რევოლუციის გაგრძელება არის ვიღაცა სახში რო დაადგებიან, ვიღაცას დაკითხვაზე რო დაიბარებენ. ჩვენ გვინდა გირჩიოთ რომ ფრთხილად იყავით ხალხო, იმიტომ რომ აი ამ თამაშის ფარგლებში 50 კაცზე მეტიზე ციხეში. მთელი პრობლემა ამ თამაშის მდგომარეობის იმაში რომ გარდა ამისა რომ ამორალურია, იმედის გაქრობას ემსახურება ხალხისა, ამავდროულად სახიფათოა და ხალხი ციხეში ზის. ნაცვლად იმისა რომ რამე აქტუალური და საინტერესო გაკეთდეს იმ ხალხის იქიდან დახსნის ან სხვანაირი დახმარების მიზნით, აი პრეზიდენტთან შეხვედრები ხდება რაღაცა სულელი ხალხის, რომელიც რო გამოვა ან რითი შევიდა, ან რითი გამოვიდა, ვერასდროს რო ვერ გაარკვევს.